ერთი ნამდვილად ვიცი, რომ ექიმობა არასოდეს არ მინდოდა. ძალიან გაიზარდა ყოველდღე მოთხოვნა მამოპლასტიკაზე. ერგონომიკის ორის უპირატესობა ის არის, რომ ძალიან ელასტიურია, ძალიან რბილია, ძალიან კარგად ეთვისება იმ ჯიბეს, სადაც ვათავსებთ და აბსოლუტურად იმეორებს იმ მოძრაობას, რასაც ქალის სხეული აკეთებს. ის მის ელასტიურობიდან გამომდინარე, სირბილიდან გამომდინარე, ძალიან კარგად მოპყვება ხელშიც ქირურგს და მცირე განაკვეთიდან შეგვიძლია ჩვენ ის მოვათავსოთ, რაც პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან განაკვეთი იყოს ძალიან ნაკლებად შესამჩნევი, უფრო მოთხოვნაც იზრდება, რა თქმა უნდა, პაციენტის მხრიდან ამ კონკრეტულ იმპლანტზე, იმიტომ რომ მოდის პაციენტი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ მე მინდა ეს იმპლანტი. რა თქმა უნდა, ამას არაფერი არ მოსდის. უბრალოდ ჩვენ ვერდებით, ჩვენ ვიცვლებით აი ამის მიმართ და უბრალოდ ის პროპორციები, ის შესაბამისობები, რაც ჩვენ შეუსაბამეთ რომ ეთქვან ოპერაციაზე, შესაძლებელია ერთმანეთს აცდეს რაღაც პერიოდის გვერდზე, წონის ცვლილება, კანის პტოზი, ასაკობრივი ცვლილებები, ლაქტაცია და ასე შემდეგ, შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ უბრალოდ ისე ლამაზად არ იჯდეს ეს ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიულად და უბრალოდ მოითხოვდეს, რომ ჩავსვათ სხვა ზომა, სხვა ფორმა, თუნდაც კანი შევცვალოთ იმპლანტის მიმართ ავწიოთ და ასე შემდეგ. ცალსახად იმპლანტს არასოდეს ვადა არ გავდით. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას Argent Talks. გადაცემის წარმოდგენია კომპანია Estemedi და Motiva Georgia და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი ქალბატონი თამარ მირაშვილი. მოგესალმებით თამარ, მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით გიორგი, მადლობა რომ დამპატიშეთ. გადაცემას ესე ვიწყებთ ხოლმე წინა სტუმრის კითხვას ვეკითხებით ხოლმე, წინა სტუმარი ტოვის კითხვას და ვეკითხებით ხოლმე შემდეგ სტუმარს. ბატონმა გოგიტა ზაგნიძემ დატოვა ესეთი კითხვა. თუ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი პლასტიკურ ქირურგს? დღევანდელი შეხედულებით მე ვფიქრობ, რომ ვერ ჩაანაცვლებს. იმიტომ რომ პლასტიკური ქირურგის და პაციენტის ურთიერთობა ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს. პირველ რიგში ის ურთიერთობა, რასაც იწყებენ, ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის ემოციის ამოცნობა, სხეულის პროპორციების შესწავლა ერთჯერადად არ ხდება. ანუ კონსულტაცია, შემდეგ შეხვედრები, ოპერაციის წინ კიდე შეიძლება აზრით შეიცვალო, ამიტომ ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს ეს ურთიერთობა და მე ვთვლი და მინდა რომ ესე იყოს. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი შეხედულებით ვთვლი რომ ვერასოდეს ვერ უნდა ჩაანაცვლოს. მეც ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ აი მაგალითად ეხლა რა, აი იმპლანტს რომელსაც აქვს ჩიპი. პაციენტს ეგრო ესმის, ეგეც ძალიან პაციენტისთვის ძალიან ისეთი არის რა, უხერხული, არ სიამოვნოს, მოკლედ რაღაც ჩიპი უნდა ქონდეს ორგანიზმში და რობოტი რა ოპერაციას უკეთებს, ალბათ არავინ დათანხმდება მაგას და უფრო ადამიანს მეც დიახ, აი დღესაც, როდესაც პაციენტი ირჩევს ქირურგს, მარტო ნამუშევრებით, რა თქმა უნდა, არ ირჩევს. იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანურ ურთიერთობას. აი იმ ყველაფერს რამდენად ბოლომდე შენ მივხვდი იმას, თუ მას რა სურს. ერთია ის, რაც თქვათ, ჩვენ გვინდა, რომ აკმაყოფილებდეს იმ ასე თუ ისე სტანდარტებს, იმ პროპორციებს, რაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ პაციენტზე იქნება შესაბამისი. იქ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ მის ხასიათს, მის განწყობას, მის მოლოდინს, შესაძლებელია ის პროპორციები, რაც ვთქვათ, ჩვენ პლასტიკურ ქირურგებს გვინდა რომ მასზე იყოს და შესაბამისი იქნებოდა, შეიძლება მის ემოციურ მდგომარეობასთან ახლოს არ იყოს და შესაბამისად მარტო ის სტანდარტები არ არის, ამიტომ პაციენტის სურვილი, ემოცია, ქირურგის გამოცდილება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შერწყმული ხდება, რაც აისახება ხოლმე მერე კარგ შედეგზე. კი ბატონო. მოგვიყევით თამარ, თქვენ შესახებ როგორ მიხვედით ამ პროფესიამდე, როგორ დაიწყეთ, როგორ გადაწყვიტეთ პლასტიკური ქირურგია?
ეხლა საკმაოდ დიდი დრო გავიდა უკვე და ეს უკვე აღარც კი მახსოვს იმდენად დიდი ხანია ეს გადაწყვეტილება მივიღე და რაღაცა შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში და ჩემი ცხოვრება გახდა. ნაწილს ვერ ვიტყვი, ჩემი ცხოვრება გახდა, რა თქმა უნდა, პლასტიკური ქირურგების და ზოგადად ექიმების საქმე ესეთია, ძალიან მაღალი პასუხისგებლობის და აი ფაქტობრივად იმაზე დაფიქრების დროც კი არ არის ხოლმე, როდიდან დაიწყო. მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი, რომ ექიმობა არასოდეს არ მინდოდა. უმეტესობა ექიმების ისტორია თითქმის ესეა, რომ ბავშვობიდან ქონდა სურვილი. ოჯახშიც ექიმი არავინ არ იყო. იურისტობა მინდოდა სხვათა შორის და ცხოვრების რაღაც ეტაპზე მოხდა ესეთი ცვლილება, სხვათა შორის დედაჩემის საკმაოდ დიდი რჩევით და გავლენით იყო გადაწყვეტილების შეცვლა. და ერთი ის ვიცი, რომ საოპერაციოში რომ პირველად შევდგი ფეხი, იქ დამთავრდა ყველაფერი. დამთავრდა სხვა ყველა სურვილი, სხვა ყველა ოცნება და ერთადერთი იყო ის, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყავი ქირურგი და რა თქმა უნდა, პლასტიკური ქირურგია ეს თავიდანვე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესეთი ჭხირკედელა საქმიანობა, ეს ხელსაქმე ხელით რაღაცების შექმნა ყოველთვის ჩემი რაღაცა ჰობი თუ ყოველდღიური საქმიანობა იყო და დღესაც რაღაცა ხატვა ძერწვაქსოა და მსგავსი რაღაცეები, აი რაღაცა შემოადგენელია ხოლმე თუ რაღაცა პატარა დრო არის, ნაკლებად არის ხოლმე, მაგრამ მაინც თამდევია ჩემი ცხოვრებისა და პირველად მოვისმენე მართლა ეგეთი პასუხი, რომ არ მინდოდა ექიმობა არასოდეს და თან ოჯახშიც რო არავინ არ იყო და მე პლასტიკური ქირურგია. კი, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ცხოვრებაში შევხვდი ადამიანს, რომელიც ჩემი პროფესიის არის, ჩემი მეუღლე და კიდევ უფრო დაბალანსდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ორივე ქირურგები ვართ, პლასტიკურ ქირურგიაში ვართ და კიდევ უფრო კომფორტული გახადა ჩემი ცხოვრება ამ ყველაფერმა. კი ბატონო, ძალიან ლამაზი ისტორია მოკლედ. და სხვათა შორის უფრო ლამაზი ისტორია, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთი გავიცანით ერთ-ერთ კონგრესზე, აპტოსის ორგანიზებულ კონგრესზე. ძალიან გვიყვარს ხოლმე მას ამ ყველაფრის გახსენება. თამარ, როგორი სიტუაციაა დღესდღეობით საქართველოს მამოპლასტიკაში? მამოპლასტიკაში ძალიან კარგი სიტუაციაა. დღევანდელი გადასახედით ყველაზე დიდი მოთხოვნა რინოპლასტიკაზეა. ნებისმიერ კლინიკაში, სადაც პლასტიკური ქირურგია მუშაობს, პირველ ადგილზე არის რინოპლასტიკა და ამას ვერასოდეს ვერაფერი ვერ შეცვლის, იმიტომ რომ ჩვენი გენეტიკაა და შესაბამისად მოთხოვნაც ძალიან მაღალია. მაგრამ ძალიან გაიზარდა ყოველდღე მოთხოვნა მამოპლასტიკაზე, მამოპლასტიკის ნებისმიერ სახის ოპერაციაზე. ანუ ძუძუს ფორმის ცვლილებაზე ეს იქნება არარსებული ძუძუს გადიდება, ესე რომ ვთქვათ, შექმნა, დაკარგული ძუძუს აღდგენა, ლაქტაციის შემდგომი, წონისკლების შემდგომი ფტოზი და გამოშრობა, ესე რომ ვთქვათ, და დაშვება ძუძუს ქსოვილის და ამის აწევა, იმპლანტთან ერთად აწევა, ანუ ბევრი სახის ოპერაციები ტარდება ძუძუზე და დღითი დღე იზრდება მოთხოვნა და რა თქმა უნდა ეს გამოიწვია იმან, რომ თანდათან უფრო ნაკლებად საშიში ხდება ინფორმაციის გაცვლა მეტია, პაციენტს შეუძლია ინფორმაცია მოიპოვოს როგორც ოპერაციაზე, ასევე იმპლანტზე, ასევე რეაბილიტაციაზე და უფრო ომარტივდება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. უცხოეთიდან რამდენად არიან პაციენტები, რამდენად მოთხოვნადი არის საქართველოს ოპერაციის გაკეთება უცხოელ პაციენტებზე? კი, მომართვა არის ჩვენ ქვეყანაში უცხოეთიდან, მაგრამ ძირითადად უფრო რინოპლასტიკაზე არის ჩვენთან, იმიტომ რომ ყველა მიცი, სადაც მოთხოვნა მეტია, ხარისხიც უფრო მეტად იხვეწება, მიწოდების ხარისხი მეტია და რა თქმა უნდა, აი ჩვენი რეგიონის თავისებურებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რინოპლასტიკაზე უფრო მეტი მოთხოვნაა სხვა ქვეყნებიდან. კი ბატონო. თამარ, მე მაინტერესებს განსხვავება იმპლანტებზე გადავით, უშუალოდ იმპლანტებზე ვისაუბროთ. განსხვავება მაინტერესებს, რა განსხვავება ამ მრგვალ იმპლანტს და ანატომიურ იმპლანტს შორის ზოგადად? ესეც გემოვნების ამბავია. ანატომიურ იმპლანტზე უფრო არის ხოლმე მოთხოვნა იმ თვალსაზრისით, რომ ქართველ პაციენტს ძირითადად უნდა, რომ ეს უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს, უფრო ნაკლებად შესამჩნევი იყოს, ვულგარული არ იყოს
და მომენტალურად იღებს ანატომიური იმპლანტით მსგავს შედეგს. მაგრამ არის მოთხოვნა მრგვალი იმპლანტზე, არიან პაციენტები, რომლებიც უფრო ნაკლებად, მაგრამ არიან პაციენტები, რომლებიც ითხოვენ პირდაპირ, რომ მას ეტყობოდეს, იყოს გამოკვეთილი კონტურები და მას ეს პირიქით მოწონს. მე მაქვს ახლა მრგვალი იმპლანტის ნიმუში. თქვენ გაქვთ ერგონომიქსის. როგორც ხედავთ, ორივეს აქვს მრგვალი ფორმა. მრგვალსაც და ერგონომიქსს, ერგონომიქსი არის ანატომიური. და რა განსხვავება არის ამ ორ იმპლანტ შორის? თქვენ იყენებთ ხშირად მოტივას ერგონომიქსს და როგორ იღებს შემდგომ ამ წვეთოვან და ანატომიურ ფორმას ეს იმპლანტი? დაახლოებით 1 წელია ჩვენ უკვე დავიწყეთ მოტივას იმპლანტების გამოყენება, ანუ საქართველოში ზუსტად 1 წლის წინ იყო პრეზენტაცია ამ მოტივას იმპლანტების. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდეთ თავიდან. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ 1 წლის წინ გავიცანით, რომ ბაზარზე უკვე დიდი ხანია მას ისტორია არ აქვს. მაგრამ სიფრთხილით მოვეკიდეთ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ პაციენტები მაინც უფრო ბუნებრივობას ანიჭებენ უპირატესობას. ხა მრგვალი იმპლანტებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, გქონდა და გამოცდილება გვაქვს სხვა იმპლანტებს, სხვა კომპანიას აქვს, რა თქმა უნდა, მრგვალი იმპლანტებიც, მაგრამ ზუსტად აი მოტივას იმპლანტების კონკრეტულად ეს ერგონომიქსის ორის უპირატესობა ის არის, რომ ძალიან ელასტიურია, ძალიან რბილია, ძალიან კარგად ეთვისება იმ ჯიბეს, სადაც ვათავსებთ და აბსოლუტურად იმეორებს იმ მოძრაობას, რასაც ქალის სხეული აკეთებს. ანუ დაწეული პოზიციაში, რა თქმა უნდა, მრგვალ ფორმაზე დგას, როდესაც უკვე ვერტიკალურ პოზიციაში გადადის, აი მისი სირბილიდან და ელასტიურიდან გამომდინარე, ქვედა პოლოში გროვდება უფრო მეტი მისი მოცულობა და შესაბამისად გადადის ანატომიურ პოზიციაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამოკიდებულია ძუძუს ფორმაზე, კანის მდგომარეობაზე ოპერაციამდე როგორ იყოს, თუ რამდენად დეტალურად გაიმეორებს, მაგრამ მთლიანობაში აი ეს დგომა, რასაც ჩვენ ვეძახით ანატომიურს, აბსოლუტურად ვიღებთ იმ შედეგს. დროთა განმავლობაში, როდესაც მოირგებს ეს იმპლანტი უკვე იმ კანს, რომლის ქვეშაც არის ის მოთავსებული. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ის მისი ელასტიურობიდან გამომდინარე და სირბილიდან გამომდინარე, ძალიან კარგად მოპყვება ხელშიც ქირურგს და მცირე განაკვეთიდან შეგვიძლია ჩვენ ის მოვათავსოთ, რაც პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან განაკვეთი იყოს ძალიან ნაკლებად შესამჩნევი და კომფორტულს ხდის როგორც ქირურგისთვის, ასევე პაციენტისთვის შედეგს. პაციენტებს როგორ მოსწონთ? ვინც უკვე გაიგეთ ამ მოტივა? საკმაოდ კარგი შედეგები მივიღეთ. ჯერ ეს პაციენტები ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში არიან, როგორც აღნიშნეთ, რომ ჩვენ დიდი ხანია არ არის ფაქტიურად ამ იმპლანტების ათვისება დავიწყეთ და პირველადი შეფასებით საკმაოდ დამაკმაყოფილებელი და კარგი შედეგია და ესე გაგრძელდება და უფრო მოთხოვნაც იზრდება, რა თქმა უნდა, პაციენტის მხრიდან ამ კონკრეტულ იმპლანტზე, იმიტომ რომ მოდის პაციენტი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ მე მინდა ეს იმპლანტი. მადლობა ამ ამწურავი პასუხისთვის. თამარ, ზოგადად პაციენტებს რა შები აქვს ხოლმე, სანამ გაიკეთებენ მკერდის მამოპლასტიკას იმპლანტებით ან იმპლანტების გარეშე, რა ბარიერების გადალახვა გიწევთ როგორც ქირურგს მათთან კონსულტაციის დროს? პაციენტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თავის ორგანიზმში მოათავსონ უცხო სხეული, ესე რომ ვთქვათ, მარტივად გასაგებად, ყოველთვის უფრო შეშინებული და ფრთხილები არიან. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქირურგის დამოკიდებულებას ოპერაციამდე. ანუ ქირურგი არის ვალდებული მიაწოდოს ინფორმაცია ყველა დეტალზე, ყველა შესაძლო გართულებაზე, რაც კი დაფიქსირებულა სამყაროში ამ ყველაფრის მიმართ, იმ სტატისტიკაზე, რაც არსებობს, რაზეც ინფორმაციას ვიღებთ განახლებულს ძალიან ხშირად, უზიარებთ ერთმანეთს და შემდეგ იღებს უკვე პაციენტი გადაწყვეტილებას. მაინც ყველაზე მეტი კითხვა, ახლა უცხო არ არის, რაც შეიძლება ვთქვა, არის ის, რომ რა ვადა აქვს, რამდენ ხანში შეიძლება შეიცვალოს, რამე ხომ არ მოუვა, რა თქმა უნდა, ამას არაფერი არ მოსდის. უბრალოდ ჩვენ ვერდებით, ჩვენ ვიცვლებით აი ამის მიმართ და უბრალოდ ის
პროპორციები, ის შესაბამისობები, რაც ჩვენ შეუსაბამეთ რომ ეთქვენ ოპერაციაზე, შესაძლებელია ერთმანეთს აცდეს რაღაც პერიოდის გვერდზე, წონის ცვლილება, კანის პტოზი, ასაკობრივი ცვლილებები, ლაქტაცია და ასე შემდეგ, შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ უბრალოდ ისე ლამაზად არ იჯდეს ეს ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიულად და უბრალოდ მოითხოვდეს, რომ ჩავსვათ სხვა ზომა, სხვა ფორმა, თუნდაც კანი შევცვალოთ იმპლანტის მიმართ, ავწიოთ და ასე შემდეგ. ცალსახად იმპლანტს არასოდეს ვადა არ გაუდის. მთავარია ჩვენს ორგანიზმს მოეწონოს და რაიმე სახის რეაქცია არ განუვითარდეს იმპლანტის მიმართ. და აი უკვე პოსტოპერაციულ პერიოდში რა გართულებები აქვს პაციენტებს და რას ურჩევდით იმ ქალებს, ვისაც ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ აი ეგ შიშები აქვთ, რომ აი შემდგომ რაღაც ბარიერები ექნათ ოპერაციის შემდგომ, რაღაც სარეაბილიტაციო ვადა, როდის შეეძლებათ უკვე აქტიურად ცხოვრება ვარჯიში და ასე შემდეგ. ძალიან დიდ წილად არის დამოკიდებული ოპერაციის ჩარევის სიღრმე და მასშტაბზე ეს რეაბილიტაციის პერიოდი. თუ მხოლოდ აუგმენტაციურ მამოპლასტიკას ვაკეთებთ, იმპლანტი თავსდება კუნთის ქვეშ ძირითად შემთხვევაში 95%-ზე მეტ შემთხვევაში იმპლანტს ვათავსებთ, რა თქმა უნდა, მკერდის დიდი კუნთის ქვეშ და შეზღუდვები ძირითადად კავშირში არის ხოლმე ამ მკერდის დიდი კუნთის გადატვირთვის შეზღუდვასთან, ესე რომ ვთქვათ. ძირითადად ზედა კიდურების დატვირთვას ვზღუდავთ პირველი პერიოდი ვარჯიში, დიდი ფიზიკური დატვირთვა წელს ზევით არის ხოლმე შეზღუდული პირველი თვეები. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოიხსნება და ჩვეულებრივ ცხოვრების რითმს დაუბრუნდება, როგორც ვარჯიშით, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, სრული დატვირთვით შეუძლია იყოს რამოდენიმე თვის შემდეგ და აღარც ახსოვდეს, როგორი მკერდი ქონდა რაიმე ოპერაცია თუ აქვს ჩატარებული. თამარ, ზედაპირთან, თვითონ იმპლანტის ზედაპირთან დაკავშირებით მაინტერესებს ზოგადად ხაოიანი ზედაპირი და გლუვი ზედაპირი, აი კაფსულარულ კონტრაქტურასთან დაკავშირებით როგორ არის, რომელი უფრო მეტად იწვევს გართულებას და მე ვიცი, რომ ადრე გლუვ ზედაპირზე იძახდნენ, რომ კაფსულარულ კონტრაქტურის გართულებას უფრო მეტად იწვევს. ეხლა შეიცვალა ტენდენცია და პირიქით იძახიან და თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით როგორ არის? გამოცდილებიდან გამომდინარე, მიკროტექსტურა უფრო ნაკლებ კაფსულარულ კონტრაქტურას იწვევს და ზუსტად აი ამ იმპლანტის სტატისტიკა გვაძლევს იმას, მისი ზედაპირიდან გამომდინარე, მინიმალურამდე იყოს შემცირებული კაფსულარული კონტრაქტურა, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ პაციენტებს, რაც წეღან აღნიშნეთ, აი ის რეაქციები ორგანიზმის იმპლანტის მიმართ, ერთ-ერთი ყველაზე ესეთი არასასიამოვნო გართულება, როგორც პაციენტისთვის, ასევე ქირურგისთვისაც არის ის, რომ კაფსულის ირგვლივ, იმპლანტის ირგვლივ შეიძლება საკმაოდ მკვრივი კაფსულა ჩამოყალიბდეს. რეზიდენტებს რას ურჩევდით, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ან ვისაც ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, ეხლა აბარებს მოდი უნივერსიტეტში, მაგათ რას ურჩევდით პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით? და მე რეზიდენტებსაც ურჩიეთ. პირველ რიგში უნდა გინდოდეს, რომ იყო ექიმი და მერე უნდა იყო ხელოსანი და ხელოვანი ექიმი. ძალიან უნდა გიყვარდეს პაციენტი, უნდა გიყვარდეს შრომა, უნდა გიყვარდეს კლინიკის გარემო და არ აქვს მნიშვნელობა, რასაც გააკეთებ. გული და სულით უნდა იყოს შენი საქმის მიმართ და ყველაფერი აუცილებლად გამოვა. ანუ მოკლედ სრულ რეკომენდაციას აძლევთ თქვენ პროფესიას, ვისაც რაღაც უთქვიათ ჩემთვის, რომ აი რაღაცებს შევცვლიდიო რა, რაღაც სირთულიდან გამომდინარე, რომ აი პაციენტი საოპერაციო სისხლი აი ყოველდღე რაღაცა ახალი ხო ადამიანი ხო ინდივიდი არის, რომელიც ორგანიზმშიც რო გაჭრი არის რეალურად რა იქნება, იმიტომ რომ ყველანი სხვანაირი ვართ, ყველა სხვანაირი დნმ გვაქვს და რაღაც სირთულებიდან გამომდინარე, რომ შევცვლიდიო რაღაც და უფრო რაღაც შვიდ პროფესიას ავირჩევდიო, გამიგია ეს რაღაცა. თქვენ მოკლედ ეს დრაივი კარგად გაქვთ? არასოდეს ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ შევცვლიდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს როგორც გითხარით წლების წინ ეს ჩემი მიზანი, რაც დავისახე, ეს
არის არა მარტო პროფესია, ეს არის ჩვენი ცხოვრება და მე მომწონს ეს. მაგიტოც ხარ წარმატებული. მადლობა. თამარ, დაგვიტოვეთ კითხვა თქვენი კოლეგისთვის, შემდეგი სტუმრისთვის, რას კითხავდით? ეხლა რა თქმა უნდა, აქ ვინც იჯდება, იქნება პლასტიკური ქირურგი და მაინც მაინტერესებს, რომ არ ყოფილიყო ქირურგი, ვინ იქნებოდა. აუცილებლად გითხავთ და გასცემს პასუხს თქვენ კითხვას. კარგი, დავამშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს. ძალიან კარგი გამოვიდა, მადლობა ძალიან დიდი თამარ. თქვენი კოლეგებისთვისაც და პაციენტებისთვისაც და დამწყები ქირურგებისთვისაც საინტერესო იქნება აუცილებლად პროფესიონალის რჩევები. დავამშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს. მადლობა რომ გვიყურეთ. მადლობა.